შევარდნაძე განაგრძობს სტუმრობას ხალხთან, რომლებიც სამაგალითონი ყოფილან იმ კუთხით, რომ ფლორა ოჯახის წევრებად აქციას ვის და საცსტუმრობს გარდენია დღეისთვის ზურა თავად გვეტყვის. დილამ მშვიდობისა, მოგესალმებით, გამარჯობა, ჩვენ არ ვართ დღეს თბილისში, მით უმეტეს გარდენიაშიც არა ვართ, ჩვენ ვართ მუხრანში. სოფელ მუხრანში გამოვერიდებთ თბილისის ჰაერს და მოვინდომეთ, რომ სტუმრად ყოფილიყავით დღეს დავიპატიჟეთ თავი ბაინდურაშვილების ოჯახში. აქ ერთი ახალგაზრდა კაცი, ალექსანდრე ბაინდურაშვილი, უვლის თავის მცენარეებს და თავის ბაღს. და გვინდა რომ დღეს საინტერესო, განსაკუთრებულად საინტერესო მცენარეები გიჩვენოთ და მისი დამოკიდებულება ამ საქმისადმი მისაბაძია და გადავწყვიტეთ რომ გაჩვენოთ ეს დღეს და მასთან გავისაუბროთ საინტერესო რჩევები და საინტერესო კოლექცია გელოდებათ მცენარეების დროებით. ეთილი და პატია შევარდნაძე მცხეთის რაიონში სოფელ მუხრანის მკვიდრს ეწვია. ალექსანდრე ბაინდურაშვილის ქოთნის მცენარეების უბადლო მომვლელად იცნობენო თურმე. გამარჯობა, ზურა, მუხრანში ვართ, როგორც შეგპირდით. აქედან გვინდა რომ გიჩვენოთ საინტერესო მცენარეები, თურმე მუხრანშიც უყვართ ოთახის მცენარეები, აყვავებენ ოთახის მცენარეებს, ძალიან ამაყები არიან ამ მცენარეების ქონით და მოსწონთ ის, რასაც აკეთებენ. ჩვენი დღევანდელი მასპინძელი სოფელ მუხრანში არის ახალგაზრდა კაცი, ალექსანდრე. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ის ბავშვობიდან დაინტერესდა მეყვავილეობით და იმ საქმით, რასაც ქვია მებაღეობა. მცენარეები მას ძალიან უყვარს. ალექსანდრე, გამარჯობა. გამარჯობათ. დიდ მადლობას გიხდი, რომ გადაწყვიტე იყო დღეს ჩვენი მასპინძელი და ჩვენს მაყურებელს აჩვენო თქვენი კოლექციები და თქვენი დამოკიდებულება მე ვფიქრობ, რომ მისაბაძია. იმ ერთფეროვან გარემოში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ქართველებს ცხოვრება, არ არის ცუდი თუ იარსებებენ ისეთი ადამიანებიც, როგორიც თქვენ ხართ და გაახალისებენ თავის ცხოვრებას და აჩვენებენ ყველას, რომ შეიძლება მუხრანშიც გიყვარდეს ორქიდეები და ისეთი ეგზოტიკური მცენარეები, როგორცაც შენ ამრავლებ და ახარებ. წარმოვიდგენია, რომ შენი ეზო ძალიან ლამაზია ზაფხულში. კი, ზაფხულში განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, გლეხური, ისეთი ქართული მამაპაპური ეზოა, ალბათ შენი მშობლები, შენც ალბათ ამდენი ვენახის მოვლა არ იქნება თლათ იოლი, რომ გითხრა ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, რა ხდება ამ ეზოში ზაფხულში. ზაფხულში აქ უამრავი ყურძენი მწიფს, შემოდგომით თველი გვაქვს. აქეთ ბოსტანი, რა ვიცი, ძალიან მრავალფეროვანი კენკრა მაქვს, სხვადასხვა ჯიშის მარწყვის, მაროდინა, მალინა, ყავს ერთი ძირი ფუტკარი და სხვადასხვა ისეთი ხეხილი, რომელიც ზაფხულში სასიამოვნოა სტუმრისთვის. თქვენს ეზოს ეტყობა, რომ თქვენ სწორად უდგებით ამ საქმეს, მამაპაპურად და კარგად უკვე დაბარულია ყველაფერი, ნაკელი ჩეტანილია, ვაზები გასწრულია, მოვლილია და ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენთან სიცოცხლე დუხს და კარგია. მისაბაძია ეს ყველაფერი. ალექსანდრე, შენ მითხარი, რომ ლილიის ჯიშები გაქვს, შროშანების და ლამაზად მოყვავილე ხმალას, გლადიოლუსების ჯიშებსაც ამრავლებ, რომელიც ეხლა სამწუხაროდ არ ჩანს, მაგრამ ჩვენ მოგვეცემა საშუალება ზაფხულშიც გესტუმროთ და ამის ნახვის საშუალება მივცეთ ჩვენს მაყურებელსაც. რა მცენარეები გაქვს კიდევ რომ გითხრა და რამდენად ეს შენთვის? დიახ, შროშანები დაახლოებით 20-დან 30-მდე სახეობა მაქვს. ჯიშები, კი, ჯიშები მაქვს. საიდან მოგაქვს ხოლმე ეს ჯიშები? 30 ჯიშის შროშანი იშოვო და იპოვო საქართველოში არ არის? საქართველოში ორქიდეების პოვნა ძალიან რთულია, მაგრამ არსებობენ ჩემი მეგობრები. უცვლი ხოლმე მე როგორც ვიცი. კი, და მიგზავნიან ევროპიდან, აი თინა და მარინა, ორი ადამიანი, რომელიც ზრუნავენ იმ მადლობა თინას და მარინას აუცილებლად. იქა გითხრა ეს რა ვენახის ჯიშებია აქ არ განსაკუთრებით? ეს არის საბატონე ჩინებული, ეს მუხრანული ჯიში არის, აქედან გავრცელდა საქართველოში ეს ჯიში. ეს მწვანე ჩინური და ყვითელი ჩინური. აჰ, რა კარგია. რა კარგია. ესე იგი შენ ვენახის ჯიშებშიც და სოფლის მეურნეობის საქმეებშიც ვცდილობ რომ გავერკვე ყველაფერში. რა კარგია, რა კარგია. კარგია თქვენთან ყოფნა, ჩვენს მაყურებელს შევახარბოთ, რომ ჩვენ სუფთა ჰაერზე ვართ და აგერ ru ჩამოდის და აქეთ ვენახი და უკვე იგრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ შუა ზამთარია ჯერ, ჩვენ მებაღეები გულს ვიკეთებთ, რომ გაზაფხული მალე მოდის და მოვა და ეს იგრძნობა აქ, იმიტომ რომ სუნიც კი სხვანაირია და სხვანაირად გამოიყურება აქაურობა. მადლობ მასპინძლობისთვის. ჩვენ შემდეგ ჩართვაში ოთახში შევინაცვლებთ და გაჩვენებთ ოთახის მცენარეების კოლექციებს. მივესალმებით ზურა შევარდნაძეს და რა ხდება გარდენიაში. დილამ მშვიდობისა ზურა. დილამ მშვიდობისა, მოგესალმებით. ჩვენ მუხრანში ვართ.
ერთ საინტერესო ოჯახში ჩვენი მასპინძელი არის ახალგაზრდა კაცი, გატაცებული ყვავილებით, მეყვავილეობით და მებაღეობით. ალექსანდრია ჩვენი სტუმარი დღეს. გამარჯობა ალექსანდრე. ჩვენ უკვე თქვენი ეზო ვნახეთ, ზამთრული, მაგრამ მაინც ლამაზი და იმ იმედით რომ გაზაფხულიც მოდის. მე როგორც ჩვენთან საუბრისას დავადგინე ჩვენ ჩართვებს შორის, აღმოვაჩინე რომ შენ კარგი სპეციალისტად ჩამოყალიბდი, იმიტომ რომ გიყვარს ორქიდეები. შენს ოთახში, სადაც ეხლა ზამთარში მცენარეები გაქვს თავმოყრილი, ბევრი განსაკუთრებული მცენარე ხარობს და ყვავის. ეს მუხრანისთვის მე მგონი ცოტა უჩვეულოცა. არ გამიკვირდება თუ იქნება შენს ირგვლივ ბევრი შენი მეზობელი, ახლობელი და ნათესავი, რომელსაც შენი საქმიანობისა ცოტა უყვირს კიდეც. ძალიან უყვირს, მე მგონი ძალიან ბევრს. ზოგი შეეჩვია. ჩემთვის ეგ რა გზავნთ? ჩემთვის ეგ ამბავი უცხო არ არის, დაახლოებით მე მაგგვარობაში ვიყავი ხოლმე, როცა ასკანაში ცხოვრობდი ჩემს სოფელში. თუ ნახავ ჩვენი მაყურებელი ამ თაროზე პატარ-პატარა ექსპერიმენტები მიმდინარეობს, ბევრი უზუმბარაზია, აი როგორ კონტეინერებში მოთავსებული. ალექსანდრე არა მარტო ამრავლებს და არა მარტო ესე იგი ინახავს დეკორატიულ მცენარეებს და განსაკუთრებულ მცენარეებს, არაჩვეულებრივ ოთახის მცენარეებს, არამედ განსაკუთრებულ ჯიშებს, არამედ ის ცოტა სელექციურ მუშაობასაც კი ეწევა, როგორც დავაკვირდი და ვნახე. ჩვენ მაყურებელს ალექსანდრე აუცილებლად დააინტერესებდა შენგან რჩევები. ვერ შეძლებენ, რა თქმა უნდა, ადამიანები ისეთ კოლექციონერობას, როგორც შენ. აი შენ ყველა სახეობაც კი ნახე, როგორ ზურაქაც აჩვენოთ, როგორ ესე იგი ჯიშების მიხედვით ყველაფერი დასათაურებული და დაფასოებული აქვს, ასე ვთქვათ. მაგრამ ალექსანდრეს რჩევა ჩვენს მაყურებელს გამოადგებოდა ორქიდეებთან დაკავშირებით. ბევრი ადამიანი ყიდულობს ფალენოფსისებს, შეიძლება არა ისეთ განსაკუთრებულ ჯიშებს როგორც შენ, მაგრამ ყიდულობს და ვერ უვლის. აი რომ მოგვიყვა ორქიდეების შესახებ მოკლედ. თავარი ესე იგი არის რომ კონდეს სინათლე აუცილებლად ფალენოფსის ფესვსაც და ფოტოსაც, იმიტომ რომ გამოიმუშავებს ფესვი ფოტოსინთეზს ისე როგორც ფოთოლი და მცენარეს ეს ძალიან ეხმარება. ანუ ეს ერთი ოქროს წესი უთხრა ჩვენს მაყურებელს, ორქიდეებით დაინტერესებულ მაყურებელს, რომ ორქიდეა აუცილებლად გამჭვირვალე ჭურჭელში კი როგორც იყიდება, ისევე უნდა გადავდგათ მერე თუ შევუსვით ქოთანს. ისი ფესვებიც კი ქლოროფილის შემცველია მწვანეა და ამის გამო. როცა ფესვები გავერცხლისფერდება, გაღიავდება, აუცილებლად მოსარწყავია და უნდა მოურწყათ. მორწყვის წესი, ესე იგი, ამ ქოთანს მთლიანად ვდგავთ სხვა დეკორატიულ ქოთანში, ვასხავთ წყალს, ისე რომ მოადგეს ყველა ფესვი დაიფაროს და 15 წუთი 20 წუთი ვაჩერებთ დაახლოებით. აი ასე როგორც შენ ახლა კონტეინერში გაქვს მოთავსებული სხვადასხვა აი ასე კონტეინერში, რომელშიც წყალს ასხავთ. სუბსტრატზე რომ უხარ ჩვენს მაყურებელს სუბსტრატი კი ძირითადად ყიდულობს სუბსტრატს ან იგზავნიან, იმიტომ რომ ჩვენთან ცოტა პრობლემაა ზოგჯერ ამ სუბსტრატის ყიდვა, მაგრამ ამზადებ ჩემითაც. დავდივარ ტყეში, ფიჭვის ქერქებს, ხმელი ფიჭვიდან ვაგროვებ ქერქებს, ვანაწილებ სეკატორით. და შემდეგ ვასტერილებ. მდუღარე წყალს შუავლებ ან მოვხარშავლებ, თუ რამე ბაქტერია ან მწერია და მიკრობია მოკვდეს და დავადება არ შემოდის ორქიდეას. ორქიდეები არიან ეპიფიტი მცენარეები, ანუ ხეზე მცხოვრები მცენარეები. ამიტომ სუბსტრატი არ შეიძლება იყოს როგორც სხვა დეკორატიული საოთახო მცენარეებისა, იყოს მიწა და შესაძლებელი. აუცილებლად ქერქში ირგობა, მით უმეტეს ფალენოფსისები. კარგი, ჩვენ ასე გავაკეთოთ, დავემშვიდობოთ ამჯერად ჩვენს მაყურებელს, შენს განსაკუთრებულ ჯიშებზე და მოვლის წესებზე ორქიდეებისა, დაუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ მივცეთ კონკრეტული სტუმრობა მუხრანში ამით არ დასრულებულა, როგორც ჩვენ ხვდებით, მომდევნო საათში წველით ზურასგან. ეს რაიონის სოფელ მუხრანში იმყოფება ზურა შევარდნაძე, დავით აბრამიშვილმა ფლაურასთან, ფაუნასთან დაამყარა კონტაქტი, დროა ფლორასაც მიუხედავად ზურა შევარდნაძესთან ერთად. სალამი ზურა. ირამშვიდობისა, მოგესალმებით. ჩვენ მუხრანში ვართ. ჩვენი მასპინძელი არის მოყვარული, მეყვავილი ახალგაზრდა კაცი ალექსანდრე, რომელიც კონკრეტულ რჩევებს გვაძლევს ამჯერად ორქიდეების მოვლასთან დაკავშირებით. ძალიან კარგია, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები. განსაკუთრებია, რომ ეს მუხრანში ხდება. მიხარია ძალიან, რომ აკვართ ალექსანდრე კიდევ ერთხელ გამარჯობა. გამარჯობათ. ჩვენს მაყურებელს რომ კიდევ ერთხელ უთხრა რჩევა, რა გააკეთონ, ყიდულობს ბევრი ადამიანი და ვერ უვლიან ამ მცენარეებს. ერთხელ იყვავილებენ, მერე ვეღარ აყვავილებენ. შენთან უკვე მეორადი მესამე აი უკვე იწყება ყვავილობა, როგორც ხედავ. ეს ორი წელია არ გაჩერებულა ეს ორქიდეა. ხო და როგორ ახერხებ ამას რომ ჩვენს მაყურებელს? ორქიდეის ქვედა მხარე აქვს ფორები. ბევრ ტენს იწოვს. ფოთლის ქვედა მხარე. ფოთლის ქვედა მხარე, ამიტომ სასურველია იდილეობით, აი ვაჩვენებ მაყურებელს, აი ესე რომ შევასხუროთ
დაინამოს და აქედანაც ფოთლიდანაც მიიღოს როგორც წყალი, ასევე საკვებში გაზავებული წყალი. საკვებით შეიძლება ვიცეთ და ფოთლიდან. რა საკვებს აძლევთ? დამატებით საკვებს? დამატებით საკვებს გაზაფხული ძალიან კარგია წვიმის წყალი. ეს აუცილებელი პირობა ორქიდეებს ძალიან უყვართ წვიმის წყალი. ვინახავ პლასმასის ჭურჭელში და შემდეგ ვუზოგავ ორქიდეებს. შენ ძალიან კარგი რჩევა მოგვეცი წინა ჩართვაში, რომ ორქიდეა აუცილებლად უნდა იყოს გამჭვირვალე ჭურჭელში. აუცილებლად. სუბსტრატი მისი არის ხის დაფხვნილი ქერქი და არა სუბსტრატი ნიადაგი, როგორც წესი, გავენ ხშირად ტორფში და ეს დამღუპველია. დაუშვებელია კი. კიდე რა შეიძლება განსაკუთრებულ ჯიშებსაც ამრავლებ, როგორც ხედავ, იმიტომ რომ ასეთი ფალენოფსისები მხოლოდ მოყვარულებს თუ შეუძლიათ და მხოლოდ ამ საქმეში დასპეციალიზებულ ადამიანებს ჰქონდეთ. კი, ანუ სინათლე უნდა აუცილებლად ნათელი უნდა ქონდეს, ესაც ვთქვით, მორწყვის რეჟიმი. ზაფხულში მთელი ორქიდეები გარეთ გამოქვს აუცილებლად, კი, იმიტომ რომ მათ ძალიან უყვართ ნიავი დილის მზე და ძალიან მოწონთ ეს სიტუაცია, ასე ვთქვათ, გარეთ ყოფნის მდგომარეობა. გამრავლების საკითხით რომ ორი სიტყვით გამრავლების საკითხს რაც შეეხება, ნახეთ, ეს მაგალითად გავამრავლე მე ხელოვნურად. აი ეს ორქიდეა გავამრავლე ხელოვნურად, სპეციალური გორმონი არსებობს, კეიკი, რომელიც ამერიკიდან გამოვიწერე და როცა ორქიდეას ხვედები რომ კარგავ, იმ შემთხვევაში კვირტზე ვუსვამ ამ მაზს და ახალი შვილი გამოყოს, რომელსაც უკვე კვირტი გამოაქვს. მაგრამ არსებობს კიდე ბუნებრივი თავისი გამრავლების მეთოდი, რომელიც აი ნახეთ, ეგ მეთოდი უფრო გამოგვადგება მე. თვითონ ამერიკიდან საცხებს ჩვენ ვერ გამოვიწერთ, ამიტომ ბუნებრივი მეთოდი მე მგონი ჩვენ უფრო კი, გამოგვადგება. ბუნებრივი მეთოდი უფრო მოგებინეთ თუ, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება, ასე ვთქვათ, ფუფუნება არ არის, ეს ხშირად ალექსანდრე, მადლობას გიხდი რომ შენი კოლექციები დღეს ასე დაუნანებლად გამოგვიფინე და გვაჩვენე ჩვენს მაყურებელს კონკრეტული რჩევები მიეცი, ჩვენ მომავალ 4 შაბათამდე რაღაც განსაკუთრებული გიჭირავს მე მგონი. ცოტა რთულია ჩვენ მაყურებელი ასე აღვაფთოვანოთ როგორც ჩვენ ხარ აღფრთოვანებული. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის, იმისთვის რომ გქონდა ამის უფლება, დროებით გემშვიდობებით, შემდეგ 4 შაბათს საინტერესო ჩართვები გველოდება. ნახვამდის.